კუნთების ტკივილი და დაჭიმულობა კისრის, ბეჭებისა და წელის არეში. ხშირად მოდის ამ ჩივილებით პაციენტები, კერძოდ ახალგაზრდა ქალბატონები. საკმაოდ ხშირი მოვლენაა და მინდა გესაუბროთ ძირითადად აღნიშნული პრობლემის გამოწვევ მიზეზებზე. პირველი მიზეზი კუნთების გადაძაბვა, ხანგრძლივი ჯდომა ოფისში, კომპიუტერთან, ტელეფონით, არასწორი ჯდომის პოზა, რა დროსაც დატვირთულია კისერი და მხრები. მეორე მიზეზი სტრესი და ფსიქოემოციური ფაქტორი. ეს იწვევს კუნთების მუდმივ დაჭიმურობას, ასევე დეპრესია, ზრდის, ტკივილის აღქმის სიმპტომს. მესამე მიზეზი ჰორმონალური დისბალანსი. ესტროგენული ფონის ცვლილებები ქალებში გავლენას ახდენს ტკივილის მზნობელობაზე და აგრეთვე მენსტრუალური ციკლის გარკვეულ ფაზაში კუნთების ტკივილი ძლიერდება. მეოთხე, არააქტიური ცხოვრების წესი. ან არასწორი ვარჯიში გადატვირთვა ვარჯიშისას დიდი წონებით. მეხუთე მიზეზი კუნთებისა და ხერხემლის ტრავმა. მეექვსე მიზეზი ძილის პრობლემები, კერძოდ არასაკმარისი ძილი. მეშვიდე მიზეზი ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების დეფიციტი, კერძოდ ვიტამინი D, მაგნიუმის და B-ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი. მერვე, ხერხემლის დეგენერაციული ცვლილებები, კერძოდ სკოლიოზი ან ოსტეოპოროზი. კურნალობა დამოკიდებულია გამომწვევის ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე.